პირველივე წინადადებიდან ბოლო წინადადების ჩათვლით დააკვირდით ჟურნალისტის წარდგენის ტექსტი, რომელიც დავიჯეროთ ის, რასაც მტკიცებით ფორმაში გვეუბნებით, თუ დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები, ხო? ჩემ აღქმაში ძალიან ძნელად წარმოსადგენი არის, რომ ამ პირველ ერთწამიან კადრს არ კონდეს გაგრძელება. ვიცი, როცა ხარ ნაცი და როცა გეუბნებიან, რომ შენ ჯაშუში ხარ თუ deep state-ი გმართავს, ამიტომ ვიღაცამ ცხვირი უნდა გაგიტე, ხო? მას აკეთებს დინარაძე, რომელიც იურისტია და ადვოკატი იყო წინა ცხოვრებაში და ძალიან კარგად იცის რა არის ეს. არ ვიცი. ცოტა რთული ის არის, საკითხია, იცით, რომ რაღაცნაირად ეს კეთილშობილი სახით კი საუბრობთ ხოლმე ამ თემებზე, რომ რაღაცა საზოგადოების მიმართ კეთილგანწყობილი ემოცია გინდათ რომ გამოუშვათ, მაგრამ ეს როგორ არის, არ ვიცი. ცოტა დაგმეთი ესეთი რაღაცები. ყველას მოგესალმებით, ეს არის Redline, მე ვარ ბექა პატურაშვილი და დღეს ვსაუბრობთ ბათუმში, შერატონში განვითარებულ მოვლენებზე, რომელსაც მინიმუმ რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის რომ ყავს ორი დაზარალებული, ერთი არის ზვიად ქორიძე ჟურნალისტი და მეორე არის გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ამჟამად პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელი ლიდერი. სწორედ გახარიასთან დაკავშირებულ შემთხვევას მოყვა განსაკუთრებული რეზონანსი და ცხადია რომ მთელი დღის განმავლობაში, ისევე როგორც თქვენ ალბათ და მთელი საზოგადოება ვაკვირდებოდი ამ ამბავს, ძალიან მაინტერესებდა ორი მიმართულება რა, ანუ ერთი როგორ გაშუქდებოდა და მეორე რა პოლიტიკური შეფასებები მოყვებოდა სხვადასხვა ფლანგებიდან ამ მომხდარ ამბავს, ხო? აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ შემოგთავაზოთ ესეთი ტიპის განხილვა, ვნახოთ ორი სხვადასხვა არხის ეთერში მთავარ გამოშვებებში გასული სიუჟეტები. ეს არის ავარჩი ასე რომ იქნება ერთი იმედის 8 საათიან გამოშვებაში მთავარ გამოშვებაში გასული სიუჟეტი და მეორე TV პირველის მთავარ გამოშვებაში როგორ გვაჩვენეს ეს ამბავი და მეორე მხრივ ნახავთ ასევე პოლიტიკოსების განცხადებებს დამატებით და ნახავთ კიდევ ერთ ინციდენტს და მასთან დაკავშირებულ შეფასებებს, რომელიც ჩემი აზრით მთლიან კონტექსტში ბმაში არის ამ ტიპის ძალადობრივ ამბებთან, ამ შემთხვევაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს გულისხმობ. დოლიძეზე იყო ჩხუბი, გაფიცვის აქციის პარალელურად, ნახეთ იქ სიტყვიერი დაპირისპირება მოქალაქეებს შორის, ნახეთ გინება, ჩხუბი, ბიტები, გაკიდება, გამოკიდება, ხმაური და ასე შემდეგ. ამასაც მოყვა ჩემთვის ძალიან საინტერესო პოლიტიკური შეფასებები და ამას მე თქვენთან ერთად გავივლი. ვიდრე გადავალ უშუალოდ სიუჟეტებზე, გეტყვით ერთ რამეს, რომ ამ შემთხვევაში ნუ გაგიჩნდებათ ეჭვები რაღაც ჩემ პირად პოლიტიკურ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, რომ არანაირი სენტიმენტები არც ერთი აქ დღეს ნახსენები თუ გუშინ თუ ხვალ ნახსენები პოლიტიკოსის მიმართ მე არ გამაჩნია. ეგ ჩემი მიდგომა არის. აქ არ არის საუბარი რაღაც სიმპათიებზე, მხარდაჭერაზე, მათი პოლიტიკური იდეოლოგიასთან რაღაც პირად დამოკიდებულებებზე. გაცილებით მაღლა დგას ჩემი აზრით ასეთ შემთხვევებში მსჯელობა. და ეს გულისხმობს იმას, რომ არა კონკრეტული პოლიტიკოსების მოწონება არ მოწონების მხრივ, არამედ საზოგადოებაზე რა ეფექტს ახდენს მსგავსი ფაქტები, ამ კუთხით უნდა შევხედოთ და მე ამ კუთხით უყურებ და პოლიტიკურ პროცესზე რა გავლენას ახდენს ეს ფაქტები, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, რა ვითარებაში სახა ჩვენი ქვეყანა იმყოფება და ესეთ დაძაბულ გარემოში, როგორ აისახება საზოგადოებაზე მსგავსი ინციდენტები და როგორ აისახება ის მეთოდებიც, რომელსაც ამ ფაქტების გაშუქების დროს და манипуляციები, რომელსაც ასეთი ფაქტების გაშუქების დროს იყენებენ და ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ როგორ მივიღოთ ეს ნარატივები, როგორ გავაანალიზოთ, როგორ გვაწვდიან ამბავს და შემდეგ გამოვიტანოთ უფრო კრიტიკულად დასკვნები და არ ავყვეთ ემოციებს, ხო? დავიწყოთ, მოდი გთავაზობთ პირველი იმედის სიუჟეტი ჩავრთოთ და აქ მე რაც თვალში მომხდა, პირველივე წინადადებიდან ბოლო წინადადების ჩათვლით დააკვირდით ჟურნალისტის წარდგენის ტექსტს, ვიდრე დაიწყება სიუჟეტი, პერიოდულად გავაჩერებ და პატარა კომენტარებსაც გავაკეთებ.
სწორედ ჩვენს მიერ მოპოვებულმა კადრებმა დაუსვა წერტილი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული იმ კამპანიას, რომელიც რადიკალებს დღეს დილიდან ჰქონდათ წამოწყებული. პოლიტიკოსების გარდა მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, სადაც ვკითხულობთ, რომ გმობენ ქართული ოცნების ქმედებებს, რასაც ძალადობას უწოდებენ. ეს კი იმის ფონზე, როცა კადრებში მკაფიოდ ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირება სწორედ გახარიამ დაიწყო. ჩვენ დავინტერესდით საელჩოს პოზიციით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ყველაფერს ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხს კი გამოძიება გასცემს. კარგით, ნახეთ, ესე იგი მთელი ამბავი რაზეა, რომ ხალხი ცდილობს იმის გამორკვევას და მედია ვინ დაიწყო ეს ჩხუბი, ხო? ნახავთ ამ კადრებსაც, რაც გავრცელა იმედმა. პირველ რიგში ჟურნალისტი ამბობს, რომ ჩვენმა გავრცელებულმა კადრებმა წერტილი დაუსვა მანიპულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ გახარიაზე მოხდა თავდასხმა და ეს მიჩენს მე პირადად მოლოდინს, რომ აქ უნდა ვნახოს სრული სურათი. რა მოხდა, როგორ დაიწყო და უნდა ისე ჩანდეს ეს ყველაფერი, რომ თუ ეს ნათქვამი სინამდვილეა, ზედმიწევნით უნდა დამაჯერებელი იყოს კადრები, უწყვეტობა და განვითარება უნდა მაჩვენებდეს, რომ რეალურად გიორგი გახარიამ დაიწყო იქ ჩხუბი და შემდეგ მას უპასუხეს, ხო? და ასევე მინდა დააკვირდეთ ბოლო ფრაზას, რაც აი ამ მონაკვეთში გაჩვენეთ, რომ ერთის მხრივ ჟურნალისტი გვთავაზობს, რომ მტკიცებით ფორმაში, რომ ჩვენ აი ამ ჩვენი კადრებით დავამტკიცეთ, რომ გიორგი გახარიამ დაიწყო ფიზიკური თავდასხმა და ბოლოს უკვე გვეუბნება აი ამ წინადადების ბოლოს, რომ ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს საბოლოოდ, ანუ რომელი დავიჯეროთ ის, რასაც მტკიცებით ფორმაში გვეუბნებით, თუ დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები, ხო? ანუ თუ გამოძიებას უნდა დაველოდოთ და არ ვიცით ჯერ რა და როგორ განვითარდა, მაშინ რატომ მეუბნები მტკიცებით ფორმაში, რომ გახარიამ დაიწყო ჩხუბი. არ ვიცი მე. მე ვნახე მხოლოდ ფრაგმენტები ამ კადრების, რომელსაც ახლა თქვენს გაჩვენებთ, ხო? და ალბათ თქვენმა დიდმა ნაწილმა ნახა. უბრალოდ მინდოდა ამის ხაზგასმა, რომ თუ მტკიცებით ფორმაში ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა იყოს მტკიცება. თუ ველოდებით გამოძიებას, მაშინ რატომ მეუბნები, რომ აუცილებლად ასე იყო. ვიცი? ქრონიკის მიერ მოპოვებული ამ კადრებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ბათუმში ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც დიმიტრის სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. სასტუმრო შერატონში სიტყვიერი დაპირისპირების დროს სწორედ კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელმა გახარიამ დიმიტრის სამხარაძეს სახეში პლასმასის ჭიქა ჩაარტყა და ამას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. კარგი, აი დაველოდე ბოლომდე ამ ვიდეო ჩანაწერს, რომელიც გავრცელა დღეს ექსკლუზიურად ტელეკომპანია იმედმა. აქ არის ამ ვიდეოში ორი ნაწილი, ხო შეამჩნიეთ ყველამ. ერთი არის დაახლოებით 1 წამიანი კადრი, რომელიც შემდეგ უკვე შენელებული იყო, სადაც ჩანს გიორგი გახარიას კადრი ხელში ჭიქით, როგორ ესვრის სახეში და ეს ჭიქა იქცევა და შემდეგ უკვე აი უბრალოდ აი წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ტელეფონით ხარ რით არის გადაღებული, ეს დიდი ალბათობით ტელეფონით არის გადაღებული, აი იღებთ რა ამ კადრს და ტიპმა მოიქნია ჭიქა ხელი და შეასხა თუ ესროლა, გაარტყა და მეორე უკვე იწყებს მოქმედებას და ამ დროს თქვენ რას აკეთებთ? ანუ გავთიშეთ ამ დროს კამერა, ანუ ჩემ აღქმაში აი ძალიან ძნელად წარმოსადგენი არის, რომ აი ამ პირველ 1 წამიან კადრს არ კონდეს გაგრძელება, ანუ ავიცი ხა მე ამის არ მჯერა, რომ ამ წამს არ აქვს გაგრძელება, თუნდაც აი რომც გაქცეულიყო ხა ეს ადამიანი უნდა იყოს აი ვიდრე რექს გათიშავდა რაღაცა, თუნდაც არეული კადრი, მაგრამ ეს არ არის. აქ არის გაჭრილი და შემდეგ უკვე არის აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ხო? გიორგი გახარია შემდეგ კადრში უკვე ძირს არის დაგდებული. მას აყენებს დაცვა და აქედან მიდის გინება, რომ შენმე ხელი როგორ დამარტყი და ასე შემდეგ და იქ შემოტრიალების დროს უკვე ჩანს ეს კონკრეტული პირი, დეპუტატი,
დიმიტრი ცკიტიშვილი და ხედავთ იქ მე გარჩევაც იყო ამ კადრების, სადაც იარაღი უდევს კამარში, ნუ ამას თავი დავანებოთ, დეპუტატია და აქვს უფლებამოსილია რომ ატაროს იარაღი თავდაცვის მიზნით. ანუ რა მოხდა? თავში ვნახეთ ამ კადრის მიხედვით ერთი ეპიზოდი, სადაც გიორგი გახარია ჭიქას ესვრის და მეორე ეპიზოდი, სადაც უკვე ის ძირს გდია. აი ამ შუალედში რა მოხდა? ანუ ეს არის მხოლოდ მეტი კადრი, აი ამ ამბავთან დაკავშირებით, ვინც არიცით, არ გავრცელებულა რა, სულ ეს რამდენიმე წამიანი ამბავი არის. ნუ ცალკე საკითხი ახლა ეს ვინ გადაიღო, როგორ მოიპოვა იმედმა, ნუ ამაზე არ შევყვები, კარგი გავეშვათ ამ საკითხს, მაგრამ ხო ძალიან მარტივი კითხვა ჩნდება. როგორ განვითარდა პროცესი მანამდე, სანამ გიორგი გახარია ჭიქას ესროდა ცკიტიშვილს და როგორ განვითარდა მოვლენები მაშინ ვიდრე ის ძირს აღმოჩნდებოდა და ვიდრე ტრავმა ექნებოდა და ნახეთ რომ ცხვირი აქვს გატეხილი, ხო? ნუ ამაზე თქვეს. აი აქ არის მთელი ამბავი უწყვეტობაში და ეს არის ყველაზე საინტერესო. ჩვენ რა ვიცით, ანუ მოდი ეს შევხედოთ, აი მე რა ვიცი, აი ამ კადრს რო ვუყურებ, როგორ დაიწყო ეს ამბავი. დგანან ადამიანების შესასვლელთან, ხო? თან ამავდროულად აი ამ სიუჟეტში კიდე იქნება, იქ არის მეორე ნაწილი, რომ იქ ფოიეში დივანი დგას, იქ სისხლი იყო, მერე გაწმინდეს თუ როგორც იყო, იქ ნივთები იყო დამტრეული და როგორ მოხდა ეს ამბავი? ანუ შიგნით მოხდა, ჯერ შიგნით დაიწყო, მერე გარეთ გამოვიდნენ, არა გახარია მოდიოდა, შედიოდა და ამ დროს ისინი გამოდიოდნენ და შეეჩეხნენ და მიცანი და ამას მოყვა. ანუ პრეისტორია ამ ამბის არ ვიცით, წარმოდგენა არა გვაქვს, მხოლოდ შეგვიძლია რაღაც ვარაუდებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ვარაუდები არ ვიცით რას ეყრდნობა, ხო? და აი ამ ვარაუდებს ეყრდნობიან პოლიტიკოსები, რასაც უკვე შემდეგ განცხადებებში ვნახავთ, რომ აი ერთი მხარე ამბობს, რომ ისინი ორგანიზებულად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას და აქეთ მეორე მხარეს უკვე მიდის სერიოზული მტკიცება იმის, რომ აი გახარია მიეჭრა და იქ პოლიტიკური ნიშნით შესაძლოა მან ფიზიკური თავდასხმა განახორციელა და ამაზე ცალკე მძიმე მუხლითაც კი შეიძლება წაეყენოს ბრალი. გავაგრძელოთ სიუჟეტი. კადრების გავრცელებამ რადიკალებს გეგმები წყალში ჩაუყარა. ვიდეო მასალის გამოქვეყნებამდე ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ მამხილებელ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოპოზიცია ერთმანეთის მიყოლებით უარყოფდა და იმედს დეზინფორმაციაში ადანაშაულებდა. უფრო შორს წავიდა გახარიას თანაგუნდელი ნათია მეზრუშვილი და ტელევიზიას დაემუქრა. როგორ დააგერხათ არიცით. ქრონიკის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ოპოზიცია საკუთარ განცხადებებში დაკარგა. გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები და მოკავშირეები ცდილობდნენ ბათუმში მომხდარი გახარიაზე თავდასხმად წარმოეჩინათ. გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, თავს დაესხა 10-მდე პირი. ფიზიკური დაპირისპირება ვინ დაიწყო ამას გამოძიება ადგენს წესით. სრული ვიდეო მასალა არსებობს. თქვენ რასაც ამონტაჟებთ უკვე ძალიან კარგად ვიცით და აგერ ვნახავთ რა გამოგივათ. აცადეთ გამოძიებას. აი აქ ერთი ფრაზა იყო, რომ იმედის კადრებმა თავდაყირა დააყენა მეორე მხარეს მათი დღის წესრიგი არია და თავის მსჯელობებში გახლართა დაახლოებით ეგეთი კონტექსტი იყო, ხო? ანუ აქ საუბარი რაზეა? მანამდე ვიდრე ეს ვიდეო გავრცელდებოდა და ეთერში გავიდოდა, მანამდე დაიპოსტა, დაწერა თუ არ ვცდები საიტზე დაიწერა ეს ინფორმაცია თუ გამოშვებაში თქვეს, რომ ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც დანამდვილებით ჩანს, რომ დაიწყო გიორგი გახარიამ ეს ფიზიკური კონფლიქტი და ამ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ ის არის დაზარალებული და ცხვირი აქვს გატეხილი და შემდეგ უკვე ხელით შეეხო მას დეპუტატი, ეს არის პროვოცირებული სწორედ მის მიერ. აი ამას მოყვა პირველი ტალღა კრიტიკის და შემდეგ უკვე აი ამ უშუალოდ ამ კადრების გავრცელებას მოყვა კიდევ მეორე ტალღა, რომ აქ არის ისმის ბრალდებები, რომ ეს არის მონტაჟი, ნუ ცალსახად ეს არის მონტაჟი, ამას დიდი დაკვირვება და ექსპერტობა არ ჭირდება.
თუმცა, შემდეგ ესეთი განმარტებებიც გაკეთდა, რომ რა მნიშვნელობა აქვს ეს მონტაჟია თუ არა, აქ ორი მნიშვნელოვანი დეტალი ჩანს, ერთი რომ იმან დაიწყო და მეორე რომ შემდეგ ესე განვითარდა მოვლენებიო და არ ვიცი, ხა ჩემთვის ეგრე მოწოდებული ამბავი არ არის დამაჯერებელი, იმიტომ რომ აქ ერთი ფაქტი კი ჩანს სროლის ჭიქის, მაგრამ არ ვიცით მანამდე რა მოხდა, კიდევ ამას დაუბრუნდები. აქ მერე შემდეგ უკვე ამ სიუჟეტში ვისმენთ პოლიტიკურ შეფასებებს, მათ შორის ესეც. სასაცილოა უბრალოდ ეს საკითხი, რომ გახარია მიუვარდა ხუთ კაცს და დაუწყო უცებ ასე ვთქვათ ჭუბი. არ არსებობს ეგეთი ინფორმაცია, ეგ არის ტყუილი და მაგ ინფორმაციას კომენტარს არ გავაკეთებ. ოპოზიცია დილიდან ხელისუფლებას ძალადობრივ ქმედებებს შეადანაშაულებდა და ნაცმოძრაობის განაყოფები გახარიას მხარდაჭერას ერთმანეთის მიყოლებით უცხადებდნენ. კამპანია იქამდე მივიდა, რომ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედმა მსჯავრდებულმა სააკაშვილმაც კი დაგმო. ქვეყანაში მყოფებს არ ჩამორჩა მათი მთავარი უცხოელი მოკავშირე მიხაილ როთიც. პირველი პოლიტიკოსებიდან ინციდენტს ნიკა მელია გამოეხმაურა. სწორედ ის მელია, ვის გამოც გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა. თუნდაც ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე და ვერ შევთანხმდეთ მომავალში. ვთანხმდებით მომავლამდე უნდა მივიდეთ. აი აქ შევჩერდები რა მელიაზე თავიდანვე მენიშნა, ჯერ კიდევ 11 საათიან გამოშვებაში იყო ეგეთი ფრაზა წამყვანის ტექსტში, რომ პირველი პოლიტიკოსებიდან გახარიას ამბავს ნიკა მელია გამოეხმაურა. ვითომ არაფერი ხო, რაღაცა არაფერი განსაკუთრებული ამ ფრაზაში არ არის, რომელი გამოეხმაურა პირველი. მაგრამ აქ მოყვება ამას მთელი ქვეტექსტი, რომ როგორც ცნობილია, გიორგი გახარიას მას შემდეგ რაც დატოვა მან ქართული ოცნების რიგები და მის წინააღმდეგ საჭირო გახდა არგუმენტების შეგროვება და საწინააღმდეგოდ მიმართვა და ბოლო პერიოდშიც ვისმენდით ასეთ განცხადებებს, რომ ის არის deep state-დან მართული, რომ ის პირადად იყო ჩართული რევოლუციურ სცენარებში და მოქმედებდა ოპოზიციასთან შეთანხმებით და აქ ის ქვეტექსტია, რომ მაშინ ნიკა მელია გვახსოვს იყო დაკავებული, იქ 20 ივნისის საკითხი შემოდის და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ. ერთ სიტყვით ეს ქვეტექსტი ჩააქსოვეს აქ, რომ აი ნიკა მელიამ რაღაცა გამოეხმაურა გახარიას ინციდენტს და ამაში მე მაინტერესებს ეს საერთოდ რა შუაში არის იმ ამბავთან, რომ პოლიტიკოსზე მოხდა თუ არა თავდასხმა, ან ვინვის დაესხა თავს, ამის გარკვევას როცა ვცდილობთ, აი ამის ხაზგასმა საერთოდ რას გვაძლევს, რომ ვინ პირველმა დაპოსტა, ვინ მეორემ დაპოსტა, მიშამ დაპოსტა თუ არა ვივამედის კლინიკიდან, ანუ ეს საერთოდ რა შუაში არის. გასაგებია, რომ ვიღაცები დაწერდნენ და აქეთ მეორე მხარესაც გამოჩნდებოდა ისეთი ხალხი, ვინც იტყოდა, რომ გმობ ყველა მხრიდან ძალადობას და ასეთებიც ვნახეთ პრინციპში. გმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლის ზღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე. სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას, მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ. ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ და დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დანაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. ერთ-ერთი დეზინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ, დეპუტატ ვარლამ ლიპარტელიანს ეხება, თითქოს ის ბათუმში იმყოფებოდა, რაც სიცრუეა. სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი. თუ თავს დაგვესხნებოდა და ჭიქი ახელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასა. აი აქ უნდა გავჩერდე აუცილებლად. ჩემთვის ძალიან ესეთი საგულისხმო იყო ვარლამ ლიპარტელიანის ეს პოსტი რა, სადაც არ ვიცი, მე ძალიან გულშემატკივრობდი ყოველთვის მის სპორტული კარიერის განმავლობაში ლიპარტელიანს და არა მხოლოდ ლიპარტელიანს, სხვა ბიჭებსაც, ვინც არიან ქართული ოცნების რიგებში დღეს. ზოგადად სპორტსმენების პოლიტიკაში წასვლაზეც მაქვს ჩემი დამოკიდებულებები და მგონია, რომ უმეტეს შემთხვევებში ეს ხალხი თავის რეპუტაციას ძალიან რისკავს და არ შევარ ახლა მე მათ რჩევების მიცემას ნამდვილად არ დაუწყებ, ეს მათი არჩევანი არის, მაგრამ მოდი აი გავეშვათ ჩვენს პირად დამოკიდებულებებს
როგორც სპორტსმენის მიმართ. აი მე გავეშვები ხა ლიპარტელიანთან ჩემპირად დამოკიდებულებას და მოდი აი როგორც პოლიტიკოსის განცხადებას შევხედოთ რა. ანუ პოსტი იწყება ესე რომ სამწუხაროდ მე არ ვიყავი ბათუმში. რას ნიშნავს? ანუ პოლიტიკოსი ხარ და ანუ ამის სათქმელი რა არის ამ ქვეტექსტი რა არის რომ ხო ქვეტექსტი კი არა პრინციპში პირდაპირ ამბობს რომ მე რომ იქ ყოფილიყავი მეც იგივენაირ პასუხს გავცემდი და ამის გამო მწუხარებას გამოთქვამს რომ აი რატო იქ არ ვიყავი რომ მაგას მეტი არ უქენი ხო ანუ მე SMS მისეს ამბავი რომ მე რო იქ ყოფილიყავი უარეს დავმართებდი ხო არ ვიცი ჩემთვის ეს არის რაღაცა არასწორი დამოკიდებულება პოლიტიკოსის მხრიდან პოლიტიკოსის მიმართ მინიმუმ რო აღარ წავიდეთ ახლა სიღრმეებში და შემდეგ აი ამ ვიდეოს უკვე შემდეგ ნაწილში აუცილებლად ვილაპარაკებ პასუხისმგებლობაზე რომელიც პოლიტიკოსებს გააჩნიათ და როდესაც საუბრობთ რაღაცა ვალდებულებების ნაწილში არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან იქნება მე იგივე აზრზე ვიყავი ნაცების დროსაც მაგალითად როცა კორცხელის ინციდენტი მოხდა ან სხვა ინციდენტები ხდებოდა იგივე აზრზე ვიყავი როცა ვიცი ბურჯანაძის ბეილაჩაოს აქციები იყო და ვიღაცებს იქ ჟურნალისტი არ მოეწონებოდათ და ჩემი თვალით მაგ ნანახი აფურთხებდნენ აგინებდნენ და აგდებდნენ რომ ის იყო რაღაცა მათთვის არასასურველი არხიდან და ასე შემდეგ და დღესაც იგივე აზრზე ვარ ნებისმიერი ფორმით ძალადობა და ამ ძალადობის ტაშის დაკვრა როცა მოთამაშე ხარ მით უმეტეს როცა პოლიტიკოსი ხარ როცა რა ვიცი რომელიმე ესეთ სფეროს წარმოადგენს სადაც შენ საზოგადოების რაღაც სახე ხარ არ ვიცი მეტი დაფიქრება ჭირდება ხო ამ ყველაფერს რომ შენ რას ამბობ ამით და თუნდაც შენს მიმართ კეთილგანწყობილ თუ რა ვიცი შენი თაყვანისმცემელ თუ გულშემატკივარ უამრავ ადამიანს პოლიტიკურად იქნება თუ სხვა მხრივ იქნება რა რისკენ უბიძგებ რომ ანუ ეს კარგია რომ აი ხო თქვენ მეტი უნდა მექნა ანუ ცოტა არ მესმის ეს განცხადება და ცოტა მწყინს იმიტომ რომ ჩემთვის რა ვიცი ხა ესეთი ავტორიტეტის მქონე სპორტსმენები ცოტა რაღაცა სხვა ღირებულებების დამცველებთან ასოცირდებიან და რა ვიცი ეს ნუ ნაწილობრივ ჩემ აზრსაც ვაფიქსირებ ამაზე რომ არ არის რა ეს ფორმა მომგებიანი არავისთვის არ ყოფილა არც ერთი ხელისუფლების დროს სპორტსმენი იქნება თუ არა დიდი მნიშვნელობა არ აქვს ყოფილი მანამდე ვირას აკეთებდა მაგრამ პოლიტიკოსების ესეთი განცხადებები ყველა მხრიდან მიუღებელია და ყველა მხრიდან არის გარკვეულწილად პირდაპირ თუ ირიბად ისინი ამაზე იაზრებენ თუ არ იაზრებენ ძალადობის წახალისება არის ამას ეს შედეგები შემდეგ უკვე მოყვება ხოლმე როგორც ჩასძახებენ მასას შემდეგ ხო როცა რაღაცა ინციდენტები ხდება შემდეგ ის მასაც შესაბამისად იქცევა იმიტომ რომ მისმა კუმირმა აი ესე უბიძგა ამ ყველაფრისკენ და რა ვიცი აბა ამაზე დაფიქრდით ხოლმე ვიღაცები ვინც მსგავს განცხადებებს გააკეთებთ არანაირი რაღაცა ირონიით ამას არ ვამბობ მე მგონია რომ ეს მნიშვნელოვანი არის რომ ყველა ვინც ტრიბუნასთან დგას ვინც იღებს გადაწყვეტილებას რომ პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს ამ საკითხზე ცოტა მეტი უნდა იფიქროს რა გავაგრძელოთ ქართულ ოცნებასა და ხალხის ძალაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. აქვე საუბრობენ გახარიას პოლიტიკურ საქმიანობასა და ღირებულებებზე. ოპოზიცია საუბრობს ყველაფერზე, სიმართლის გარდა, საერთოდ არ აინტერესებს სიმართლე. ეს არის მათი პოლიტიკა და იმ დღის წესრიგის შინაარსი, რაზეც დგას გაუბედურებული, გაფარჩაკებული ოპოზიცია. ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა. ყველამ დაინახა ჩვენ არაერთი პროვოკაციის მონსტრები ვართ ბოლო დღეების განმავლობაში ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან მიზან მიმართული შეურაცხყოფა ეს ფაშიზმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ და აუცილებლად დავასრულოთ ჩვენ არ ჩამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი რომლის მიხედვით გახარიან სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ჩვენ უკვე რას გვაგუებენ, ისეთ რაღაცა საკუთარი თვალით რომ ნახავთ,
იმის საწინააღმდეგო მოქმედებებსაც კი. ჭიქა ჩაარტყა სახეში გიორგი გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს, მაგრამ თავდასხმა იყო გახარიაზე. რანაირი მსჯელობაა ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ეს ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა, თუ ასე იყო უმძიმესი მუხლია, შენ უესხმი თავიდან თავთორე პასუხს ყველა მიიღებს. ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის თავდაცვის მიზნითაც. რა ეხა თავს ხوار გაალახინე. რანაირი მსჯელობაა ბატონო მამუკა და ზუსტად ეს მსჯელობაა, რომ როცა ჩვენ არ გვინახავს ფაქტები, რაღაც ორი კადრი გვაქვს ნანახი ერთმანეთზე მიწებებული, ამით არ შეიძლება რომ დასკვნები გამოვიტანოთ არც ჩვენ და მათ შორის არც თქვენ პოლიტიკოსებმა, ხო? თორემ მე იქნება კიდე გზადაგზა აქ შეხვდება ინფორმაციები, რომ არსებობს რაღაცა სრული ჩანაწერი, რომელიც იმ სასტუმროს ადმინისტრაციამ თქვა, რომ ჩვენო ეგ გვაქვსო. ამოიღებს ამას გამოძიება, ხო? ნუ დაუშვათ და ეს საქმე გამოიძიეს რაღაცა ადეკვატურად და დაუშვათ და დამტკიცდა საწინააღმდეგო, ხო? იქნებ მას არ დაუწყია. იგივე კალაძის შემთხვევაში ხა აი ამ ინტერვიუში რომ აი რაღაცას დარწმუნებით ამბობს რომ ეს რადიკალები ეს შვებიან და ამაზე მიდიან და ასე შემდეგ, ხო, რასაც ამბობს და მდინარაძეც აი ამ აზრს აგრძელებს მტკიცებით. აქ მეორე ნაწილიც არის, სადაც უკვე ის პოლიტიკურ კონტრშეტევაზე გადმოდის და პირიქით აქ მუქარის ქვეტექსტი შემოდის, რომ მან შესაძლოა უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინა. ანუ თუ მათ მიმართ არის ესეთი ბრალდებები, რომ გიორგი გახარიაზე განხორციელდა თავდასხმა და მას ცხვირია გატეხილი და ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა, აქედან პირიქით ახლა აი მდინარაძის ამ განცხადებაში იკითხება, რომ არა პირიქით ის დაესხა ერთი თავს და ამას გვიმტკიცებს და მტკიცებით ფორმაში გვეუბნება გამოძიებამდე და ამას აკეთებს მდინარაძე, რომელიც იურისტია და ადვოკატი იყო წინა ცხოვრებაში და ძალიან კარგად იცის რა არის ეს პროცესი და რა ეტაპზე რა მოქმედება როგორ შეიძლება შევრაცხოთ, ხო? ამას ამბობს მდინარაძე. და ამ დროს ძალიან კარგად იცის რეალურად რომ ეს ასე დღეს აი ამ ყველაფერს აი ამ ორ კადრზე დაყრდნობით ასე საუბარი არ შეიძლება, მაგას აკეთებს შეგნებულად ეს მინდა რომ გამოჩნდეს და ამაზე დაფიქრდეთ, რომ ეს არის შეგნებული აი ესეთი შეფუთვა ამბის, რომ რაღაცას გვაწვდიან მტკიცებით ფორმაში. ხო, არგუმენტი მოყავს, რომ ისინი გვიმტკიცებენო, მაგრამ თუ შენ არ მოგწონს, რომ ისინი გვაწვდიან და დაუშვათ, აი გახარიას გუნდი გვაწვდის არასწორ ინფორმაციას და მთელი საზოგადოება შეყავს შეცდომაში და ამტკიცებს, რომ აი თეთრზე შავია. არა, მე კი არ დავესხი თავს, ისინი დამესხნენ თავს და ამიტეხეს ცხვირი. შენ ამ შემთხვევაში რას აკეთებ? იგივეს არ აკეთებ? ანუ რაღაცა დაუსაბუთებელი ინფორმაციაზე ორი წკაპი კადრი რომ გაქვს ნანახი. ამაზე დაყრდნობით რომ მეუბნები, რომ არა ის იყო პირველი, ვინც მანამდე პრეისტორია რო არიცი, შუაში რა მოხდა რო არიცი, მერე რო არიცი რა მოხდა. რატომ იმტკიცებ? ანუ რით განსხვავდები მაშინ შენ იმისგან, ვისაც შენ აკრიტიკებ? არ ვიცი, ჩემი აზრით არაფრით არ განსხვავდები. გავავრცელოთ. ძალიან სამწუხარო არის ნებისმიერი ესეთი ფაქტი და ნუ ძალადობა არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ყოველთვის გნობთ ძალადობას, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან მოხდება და საბოლოო ჯამში ვინ იქნება დაზარალებული. უშინელ კადრებში მე პირადად რაც ვნახე, ის იყო რომ ბატონმა გახარიამ დაიწყო ფიზიკური ძალადობა ბატონ დიმიტრი სამხარაძეზე და შემდეგ უკვე ნუ რეაგირებაც ბატონი დიმიტრისგან ნუ მოულოდნელი არ იყო. ადამიანი თვითონ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ამბობს იმას, რომ თურმე აქციის მონაწილემ სილა რო გაარტყას პოლიციის უფროს, ეს ყოფილა ჩვეულებრივი მოვლენა და აქ ნაწილობრივ აღიარებს თითქოს და ეს დანაშაულია და კეკულუცობს და ასე შემდგომ, ეს არის მიუღებელი. ეს ფაქტი რაც მოხდა აჩვენებს მის ზნეობას. თუ გააჩნია საერთოდ რა თქმა უნდა არ გააჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძის საქმეს ძალადობის მუხლით იძიებს. კარგი, ბოლოს რა უნდა ვთქვა, რა ვიცი, მაჭარა ჩემი ფავორიტი კაცია თავისი შეფასებებით ყოველთვის რაღაცა განსაკუთრებულ სიტყვებს ყოველობს ხოლმე, ხა ამ შემთხვევაში სინდისზე მიანიშნა და ზნეობაზე. ხო, აი ამ სიუჟეტში რას მინდა დააკვირდეთ? ნუ პრინციპში გზადაგზა მეტნაკლებად ყველაფერზე გელაპარაკეთ, ხო? ბოლოსაც ტექსტი იმით მთავრდება, რომ აი ამ ამბავზე გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება და
თუ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება, მაშინ მითხარი, რომ მოხდა ინციდენტი ბათუმის შერატონში, არის დაზარალებული გიორგი გახარია, მას აქვს ცხვირი გატეხილი, ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთია, საქმეში ფიგურირებს ესა და ეს დეპუტატი, მასთან თანხლები ესა და ეს პირი და საქმე არის აღძრული ძალადობის მუხლით. ამ შემთხვევაში გავიგებ, რომ რაღაცა ამბავი მომიყევი ნეიტრალურად, მაგრამ თუ ბოლოს დასკვნის სახით უნდა მითხრა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველაფერი, მაშინ რატომ შემომთავაზე, აგერ 6 წუთიან სიუჟეტს უყურეთ, მთელი ამდენი დასკვნები, თავის პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად, სადაც იყო მტკიცება, სადაც იყო მუქარა, რომ მაგან ეგრე კი არა ისექნა და მაგას ამის გამო დავსჯით. ანუ ეს ყველაფერი ვითომ სტანდარტით შეფუთული როა და ვითომ რაღაცა კანონებზე დაყრდნობით და გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, რომ არის მოთხრობილი ამბავი, რომ ამან უნდა დაგვარწმუნოს ჩვენ რაღაცაში. ამ დროს თან გვთავაზობს აბსოლუტურ მტკიცებას და აბსოლუტურად ცალსახად, რადგან და ძალიან ბევრი რამე აკლია რა ამ ამბავს და გზადაგზა გავიგებთ რა აკლია. ერთ-ერთი მთავარი რაც აკლია ახსენეს რამდენჯერმე ზვიად ქორიძე. ზვიად ქორიძეს ზუსტად ამ სასტუმროში რამდენიმე წუთით ადრე ჰქონდა ინციდენტი იგივე ადამიანებთან. სიუჟეტში ნახსენები არის ზვიად ქორიძე, რომ აი ამასთან დაკავშირებითაც არის საქმე აღძრული და არსად არ იყო ამ კაცის ინტერვიუ. არსად. ანუ როგორ დავიჯერო, რომ ჟურნალისტი ან რა ვიცი, პროდიუსერი, არხის, ასე შემდეგ, ანუ ნიუსრუმი არ დაინტერესდა იმით, რომ აბა რა მოხდა ამ კაცის შემთხვევაში, ხო? ანუ ობიექტურად რო შევხედოთ, ეხლა ეს მარტივი რაღაცაა, რომ ამბავი იქ რო მოხდა, ისაც რო იქ დაშავდა, იგივე პირები რო ფიგურირებენ, მოდი ამის ამბავიც მოვიკითხოთ. რეალურად ეს ამბავი მოკითხულიც არის, გაშუქებულიც არის, სხვა სიუჟეტში ვნახავთ, მაგრამ აქ არ აღმოჩნდა საინტერესო, ანუ რატომ მიმალავ რაღაცას საინტერესო დეტალს, ხო? ანუ გავიგე რომ შენი დასკვნები მომიყევი და დაუშვათ და მაგ პოლიტიკის გამტარებელი ხარ, მაგრამ კაცო, პარალელურად რომ ამბავი ხდებოდა და ამ ამბავთან შეხებლობაში როა, ეს არ არის მნიშვნელოვანი? აი ეს საერთოდ რატომ მიიჩქმალა? მარტო რაღაცა გაყვრით რო ვახსენეთ, რომ ზვიად ქორიძის ამბავიც იქნება გამოძიებული. ხო მაინტერესებს რა მოხდა. მოდი ვნახოთ უკვე შემდეგ არხზე წავიდეთ, ნუ ეს ტრადიცია არის, რომ ვისაც როგორ აწყობს ამბავს, ისე აჩვენებს ცალმხრივად და რაღაცებს ისე აკლებს და უმატებს, რომ როგორც მათ ჭირდებათ, მაგრამ აქ რატო ვბრაზობ, ხო? იმიტომ რომ საზოგადოების ინტერესი იკარგება. ვიღაცამ ვინც უყურა მხოლოდ აი ამ ინფორმაციას, რა ვიცი, მუშაობს მაღაროში და სმენაში იყო და ან დაცვაში, ან სადღაც, რა ვიცი. ზარეულია და მოვიდა და დაჯდა და უყურა ამ ერთ გამოშვებას. რა გაიგო ამ სიუჟეტიდან? მოძალადე გახარია, როგორ დაესხა ვიღაცას, იქ რაღაცა სხვათა შორის მან ინციდენტი კიდე სხვაც მომხდარა. და ნახოთ აბა გამოძიება იტყვის, მაგრამ მე ყველაფერი გითხარით. კარგი, ძალიან გამიგზელდა, წავედით მეორე სიუჟეტი ჩავრთოთ. ამ შემთხვევაში ტევ პირველს განვიხილავთ და ნახოთ ესენი როგორ გვიყვებიან ამბავს და ხო აი აქ ზვიად ქორიძის ამბავიც შეგხვდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მთლიან ისტორიაში. ამუკამ დინარაძე ამბობს, რომ თავად გიორგი გახარია იწყებს თავდასხმას თითო სამხარაძეზე და გამოსარკვევია ის აქვს ჰქონდა თუ არა ამ თავდასხმას პოლიტიკური სარჩული და თუ კი ამ მიმართულებით წავა გამოძიება, უმძიმესია მუხლი, როგორც დინარაძე ამბობს, რომელზეც შესაძლოა პროცესი გადაკვალიფიცირდეს და შესაბამისად დღეს დინარაძე ღიად დაემუქრა გიორგი გახარიას დაკავებით. თუმცა თავად მამუკამ დინარაძესაც ემუქრება ნათია მეზრუშვილი, გიორგი გახარიას თანაგუნდელი სოციალურ ქსელში ეხმაურება ამუქარას, ამბობს, რომ დინარაძე იყოს ფრთხილად, რადგან პროკურატურამ შესაძლოა გამოძიება დაიწყოს მისი პროკურატურასთან კორუფციული გარიგებების გამო. ვიდრე ეს მუქარები რაიმე სისრულეში მოვა, ან მოვა თუ არა ეს არ ვიცით, გამოძიება არის ფორმალურად დაწყებული თავდასხმის მუხლით და საინტერესოა აქ ის, რომ გამოძიების დაწყებამდე და პოლიციის ადგილზე მისვლამდე მტკიცებულებები სავარაუდოდ სანახევროდ უკვე განადგურდა, რადგან ყველა დღეს და მათ შორის სასტუმრო შერატონის მენეჯერი ადასტურებდა, რომ იქ საგამოძიებო ჯგუფი მივიდა დაგვიანებით.
კარგი, ვიდრე უშუალოდ სიუჟეტზე გადავალთ, აი ამ ჩართვაზეც ვთქვათ, თავში გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ პირიქით შეიძლება შემოატრიალონ საქმე და თუ არ ვცდები წამყვანების ტექსტშიც ეგრე იყო და აქ რაღაცა სხვა დეტალები შემოვიდა, რაც იქ არ გაგვიგია იმედზე, ხო? ერთი რომ ნათია მეზრიშვილიო წერდაო, რომ საპასუხოდ იქით დაემუქრაო, მე აქ მაგალითად დამაკლდა, ანუ თუ ვახსენებთ და მნიშვნელოვანი არის, რომ გახარიას გუნდის წევრი იქით დაემუქრა მდინარაძეს, რომ შენ ჭკვიანად იყავი და იქით არ გახდე გასასამართლებელი რაღაცა კორუფციული ამბის გამო პროკურატურასთანო. ანუ ეს ამბავი თუ შემოგვაქვს, ნუ ესე ფრაგმენტულად, ავიც, ჩემთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მიჩნდება კითხვები, რა კორუფციას გულისხმობს, ეს ერთი ნაწილი და აქ შემოვიდა კიდე მეორე ამბავი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქ ხალხი ფიქრობს, რომ მტკიცებულებების ძალიან დიდი ნაწილი განადგურდაო და ამის დამადასტურებლად შემოდის ორი არგუმენტი. ერთი, რომ პოლიცია მივიდა 3 საათის დაგვიანებით ადგილზე მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი პატარაა და 5 წუთის შემდეგ ამ ამბიდან დარეკეს პოლიციაში თუ რამდენიმე წუთში, სასწრაფო მისული იყო და როგორც წესი სასწრაფოდ მისვლის შემდეგაც პატრული მიდის ხოლმე ამბავზე რა მოხდა, როცა ესეთ ფიზიკურ დაპირისპირებას აქვს ადგილი. ამ სიუჟეტში ყოველ შემთხვევაში ესეთ ინფორმაციას ვიღებთ, რომ 3 საათის დაგვიანებით მივიდა პოლიცია ბათუმში, შერატონში, აი ესეთ ცხელ ამბავზე რა და აქ უკვე სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლით იწყება ეს სიუჟეტი, რომელიც ამბობს, რომ ადასტურებს ერთის მხრივ მაგას და აქ მერე ყვებიან ამბავს, რომ იქ რაღაცა დივანზე სისხლი იყო, რაღაცა შესასვლელთან სისხლი ესხა და ასე შემდეგ და ეს ვიღაცა დამლაგებელი გამოვიდა და ეს მოწმინდა რა, ანუ შემთხვევის ადგილზე, რა ვიცი, მტკიცებულებები მორეცხეს რა, ამაზეა საუბარი. პოლიცია ცოტა დაგვიანებით მოვიდა. ბათუმის სასტუმრო შერატონის მენეჯერი ადასტურებს, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შემდეგ პოლიცია სასტუმროს შენობაში დაგვიანებით მივიდა. საგამოძიებო ჯგუფის დაგვიანების გამო კი ადგილზე ჯგუფური თავდასხმის ამსახველი მტკიცებულებების ნაწილი განადგურდა. სისხლის კვალი გაქრა და ადგილი გასუფთავდა. არ ყოფილა არსად აი ზემოდან მოსული მსგავსი რაღაცა განკარგულება, ნამდვილად უბრალოდ სასტუმროს შემოსასვლელთან იმ ტერიტორიაზე იყო სისხლის გუბა, სტუმრები მოძრაობდნენ და შესაბამისად თვითონ დასვის კი არა და დაალაგება გასუფთავების სამსახურის თანამშრომლობა. ერთი წუთი რა აქ უნდა გავჩერდე. ეხლა ნახეთ. ბედნიერი სახით ადმინისტრაციის თანამშრომელი გამოდის და ვაიმე შეგვეშალა. ეს სადაური ამბავი, ანუ ამხელა სასტუმროა, თავისი დაცვის სამსახური ყავს, იქ კადრში ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელი აყენებდა გიორგი გახარიას და თქვეს, რომ ეგრე იყო, დაცვის თანამშრომელმა აყენაო და წყალი მიუტანეთო და ასე შემდეგ კიდევ ხმები შემოდის და ვაიმე ეს რა დაგვემართა, როგორ მოხდა, აი სტუმრები შედიოდნენ, გამოდიოდნენ და აბა ფეხი რო ვიღაცას არ ჩაებიჯებინა, ვიდრე პოლიცია მოვიდო და მოვრეცხეთ, ანუ აქ ცოტა ამ ხალხის პასუხისმგებლობის ნაწილიც არის თუ ეს თვითნებურად გააკეთეს, ხო? ანუ მოდი ესე გავშალოთ ახლა, დაუშვათ რომ თვითნებურად გააკეთეს ეს, რომ რაღაცები იქ მორეცხეს და მიალაგეს და მოალაგეს და განვიხილოთ მეორე ვარიანტიც, ხომ არ უთხრა ვიღაცამ რომ აბა ახლა მიდით მოალაგეთ და მიალაგეთ ვიდრე პოლიცია მოვა. დაუშვათ, ხო? ორივე შემთხვევაში ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს რა. სულ რომ პოლიცია არ მოვიდეს, დაცვის თანამშრომელი რო ხარ, დაცვის სამსახური რო გაქვს, ამხელა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რო ხარ, მილიონების შემოსავლით, ხო? ეს სტანდარტი უნდა დანაშაულზეა ლაპარაკი, მაღალი რანგის პოლიტიკოსებზეა ლაპარაკი, დეპუტატებზეა ლაპარაკი და რა ვიცი, იჩხუბეს ერთმანეთში, ვინ ვის რა, როგორ ამას თავი დავანებოთ და იქ როგორ სადაური ამბავია ეს, რომ ვიღაცები მორბიან მერე კალათბურთის მოედანს და რინგზე რო შემორბიან ხოლმე რო გაოფლიანდება და დასველდება, ვიღაცებმა მოწმინდეს შერატონში, ნუ აი ეს შემთხვევის ადგილი, არ ვიცი. ამაზე უბრალოდ შოკის მომგვრელია ეს ამბავი, თუ ეს თვითნებურად გააკეთეს და თუ ვიღაცამ უბიძგა რომ ეს გაეკეთებინათ, აი მანდ უკვე დიდი კითხვის ნიშნები შემოდის. კამერების ჩანაწერები შენახულია და ის მომხდარის სრულ სურათს ასახავს. ამ ვიდეო მასალაში ინახება ჯერ ზვიად ქორიძეზე და შემდეგ გიორგი გახარიაზე თავდასხმის მომენტი პირველივე წუთიდან. თუმცა ის შერატონის ადმინისტრაციისგან პოლიციას ჯერაც არ გამოუთხოვია. პასუხი დაგვიანებულ რეაგირებაზე არც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ჰქონდათ, რომლებმაც ყვითელი ლენტი გამოძიების დაწყების ნიშნად
მომხდარიდან 3 საათში გაავლეს. 3 საათი გავიდა ხალხმა მას შემდეგ, რაც თავდასხმა მოხდა. ვიცით ვინ არიან თავდასხმები? გამოკითხვაზე არავინ ყავთ წაყვანი. ან რატომ არ არის დაცული პერიმეტრი? ეხლა რო ლენტი შემოაბით 3 საათის შემდეგ. რატომ არ არის თავდასხმელები დაკავებული ამ დრომდე? საგამოძიებო უწყებასთან კომუნიკაციას უშედეგოდ ცდილობდა ნათია მეზრიშვილი. გიორგი გახარიას თანაგუნდელი გუშინდელი ღამიდან აჭარის მთავარ პროკურორთან დაკავშირებას ცდილობს. მან დღეს უწყებას ოფიციალურადაც მიმართა, რადგან აქვს ეჭვი, რომ სისტემა მტკიცებულებებს განზრახ ანადგურებს. მისთვის ამის დასტური დანაშაულის ადგილზე გამომძიებლების დაგვიანებული მისვლა და პერიმეტრის დაგვიანებით მოსაზღვრაა. მეზრიშვილი შერატონისგან თავდასხმის ამსახველი კადრების შენახვას ითხოვს, რადგან იცის, რომ მასალა ჯგუფურ დანაშაულს ასახავს. მათ მოუწევთ დაამტკიცონ, რომ მტკიცებულებები განზრახ არ გაუნადგურებიათ. ეხლა პოლიციამ დააგვიანა განზრახ, პროკურატურამ არ უპასუხა ტელეფონს განზრახ. ოფის პროკურორს ვურეკავდი, აჭარის უმაღლეს პროკურორს ვურეკავდი და ტელეფონს არ უპასუხა. გიორგი გახარიას თავს ბათუმის ხო, ნუ აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება შემოდის. ფაქტია, რომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ ვრეკავდით, ვითხოვდით რეაგირებას და დააგვიანეს და ესე უხალისოდ ვიღაცა რამდენიმე პოლიციელი მივიდა და 3 საათის შემდეგ ეს შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრა. არ ვიცი, აქ ალბათ ბევრი გამოჩნდება, ვინც კითხვას დასვამს, მაგრამ ეს ძალიან საგულისხმო დეტალი არის, რაც მეორე მხარეს არ გვინახავს, ხო? ანუ მე ამ შემთხვევაში ისევ გაშუქებაზე ვლაპარაკობ. ნუ თუ ობიექტურ ჟურნალისტიკაზე ვლაპარაკობთ და ამის რაცა პირველადი შესწავლის და ამის მაყურებლისთვის მოყოლის რაცა ელემენტარულ სტანდარტზეა საუბარი, პოლიცია როდის მივიდა, იქ რა მტკიცებულებები დახვდათ ადგილზე, ეს არ ვიცი, პირველი შეკითხვებია, ალბათ პირველი კურსის სტუდენტსაც იგივე სასწავლიან, რომ თუ კრიმინალზე იმუშავებ და რა ვიცი, ამბავზე იქნები, ეს კითხვები უნდა დასვა. იქით არ აღმოჩნდა საინტერესო, ნუ ამათ გაამახვილეს ამაზე ყურადღება გავაგრძელოთ. გიორგი გახარიას თავს ბათუმის სასტუმრო შერატონში ღამის პირველ საათზე დაესხნენ. ფიზიკური ანგარიშის სწორება ქართული ოცნების მაგინებელმა დეპუტატმა დიდო სამხარაძემ დაგეგმა. თავდასხმაში მონაწილეობდა აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. გახარია მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლევებისთვის გადაიყვანეს. მოხალხე შემოყვანილია ნოემბერსა და 34 წუთზე სასტრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ცვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე და თავის ტვინის შერყევა. პოლიციელები იყვნენ აქ და ადგილზე თუ გამოგიხეს. თუ შევიდნენ იყვნენ. ექს-პრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ ჯგუფურ თავდასხმას 10-მდე მონაწილე ჰყავს. თავდასხმის ორგანიზატორი ოცნების მაგინებელი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა, თუმცა მას რამდენიმე თანამძრახველი ჰყავდა. ადგილზე მობილურით გადაღებულ კადრებში ჩანს სისხლის კვალიც და დამტროული ინვენტარი, რომელიც ტერიტორიაზე პოლიციის მისვლამდე გასუფთავდა. ოპოზიციონერ ლიდერს ჩამსხროული აქვს სახის ცვლილება და მიღებული აქვს ტვინის შერყევა. ორი ადამიანი არის იდენტიფიცირებული, ეს ხალხი, ვინც მედიაში მოხვდა ამათი გვარები. ამირთხების პედაგოგიური მნიშვნელობით. აქ ვიყავით სხვათა შორის პოლიციელებმა როგორც აიყვანეს ამათი უსაფრთხოების უფროსს. მე შემდეგ არ ვიცი, ჩასვეს რაღაცა თეთრი მანქანაში. ჩვენ მივწერთ ცენტრალურ ოფისს შერატონის, რომ თქვათ ბრძოლა განახორციელონ ადგილობრივ აქაურ წარმომადგენლობაზე, რომ მათ ვერ შეძლონ ამის განადგურება. ეს არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება. დანაშაულის ამსახველი კადრები შერატონს პოლიციისთვის არ გადაუცია, თუმცა მენეჯერი ამბობს, რომ უცნობი პირი ამ თავდასხმას თავიდან ბოლომდე მობილურით იღებდა. ვიდრე გამოძიება რაიმეს დაადგენს, ტელეკომპანია იმედმა მობილურით გადაღებული კადრები გაასაჯაროვა და ისე დაამონტაჟა, თითქოს დიდო სამხარაძეს თავს გიორგი გახარია ესხმის, თუმცა არ ჩანს დანაშაულის დასაწყისი. მენეჯერი პირველებს უდასტურებს, რომ კადრები დამონტაჟებულია. კადრები, რომელიც გავრცელდა, რომელიც ყველამ ვნახეთ იმედზე. ეს არის დამონტაჟებული კადრები. და მე დამონტაჟებული არის დამონტაჟებული მიდასტურებ. რა თქმა უნდა, ვიღაცამ გადაიღო მობილური და შესაბამისად ალბათ ვერ დაამონტაჟა. ვიდრე ეს მოხდებოდა ამავე ადგილას, იმავე პირებმა იძალადეს ჟურნალისტ ზვიად ხო, ნუ აქ ქორიძეზე. ზვიად ქორიძის თემა იწყება, ნუ იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გავიგეთ, რომ გიორგი გახარია უკვე გამოკითხეს კლინიკაშივე, ვიდრე გაწერდნენ, ერთი ეგ და მეორე მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ ადამიანებს აქვს შიში, რომ შესაძლოა ვინმე მტკიცებულებები გააქროს და მიმართეს მათ შორის შერატონის ადმინისტრაციას, რომ რაღაცნაირად დაიცვან ის ვიდეომასალები, რომელიც არსებობს. გავაგრძელოთ, აქ ზვიად ქორიძის თემა შემოდის და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რას ამბობს ეს კაცი.
ინტერვიუში, რომელიც ჩაწერილი არის მის თავდასხმის შემდეგ. ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან 15 წუთის ინტერვალში მოხდა. ქორიძე ამბობს, რომ სამხარაძეც და მანველიძეც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. აი სავარძელზე ვიყავი აქ დამჯდარი, რაღაც საუბარი მქონდა სატელეფონო. ჩამოდის აი მხარეს ლიფტის მხრიდან გამოდის დიმიტრი სამხარაძე, თავის და დავიწყო უკვე ყვირილი, რა თქვი შენ კოცებზე, ვის აგინებ შენ? მე ვთქვი, ვინ კოცებზე, ვის ვაგინებ? და გადავიდა გინებაზე, გადავიდა შეურაცხყოფაზე. რაღაც ნივთი, არ ვიცი, რომელიმე მათგანმა მე ამას ვერ ამოვიცნობ, ვერანაირად მომარტყა იქ და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა და მე აი ზუსტად ვიცი რომ გიორგი მანველიძე მაიღო რაღაც ნივთი რომელიც რაღაცა კერამიკის ქოთანი არ ვიცი რომელშიც იყო მიწა და ისროლა აი მლობის მაგიდის მიმართულებით იყო მუქარები ჩემი მისამართით მესმოდა ეს ხმა შემდეგ უკვე პოლიტიკური შეფასებები მოდის და ამით აღარ დაგღლით ახლა ვინ რა თქვა და როგორ თქვა ეს გასაგებია რომელი მხარე რას იტყვა და აქ ზვიად ქორიძის ამბავი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რანაირად შეიძლება რომ ეს ორი ამბავი ერთმანეთს არ დაუკავშიროთ და ერთ კონტექსტში არ განვიხილოთ არ მესმის, იმიტომ რომ კაცი ამბობს რომ რამდენიმე წუთით ადრე მე ვიჯექი ჩემთვის, ამის სრული ინტერვიუს მოსვენილი მაქვს, სადაც ამბობს რომ ჩემთვის ვიჯექი ტელეფონზე ვლაპარაკობდი, ვიღაცა მოვიდა ჯერ და ეს მანველიძეს ამბობს რომ მე სასმელი შემომთავაზაო, მე უთხარი ძალიან ესე ზრდილობიანად და რაღაცა პატივისცემით რომ დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა მერე უკვე მოვიდა და დაიწყო, რასაც აყვება, რომ მაგინებდნენ, აბა შენ რა თქვი, თუ რაღაც ესეთი. ანუ, თუ დაუშვათ და სახეზეა დაზიანებებიც, ხო? ამ ისტორიიდან რა დასკვნა გამოგვაქვს, რომ ესე იგი, იყვნენ ადამიანები ნასვამები, როგორც ეს კაცი ამბობს, და იყვნენ რაღაცა, ესე განწყობილი რა, რომ ჯერ მოხდა ეს ინციდენტი, და ეს ადამიანები, ეს ნასვამი ადამიანები, დეპუტატები და იქაური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი სამინისტროს წარმომადგენელი მანველიძე და სხვები, იყვნენ აგრესიულად განწყობილი, როგორც ქორიძე გვეუბნება, ხო? და შემდეგ რამდენიმე წუთი გადის, ამ კაცს აგინეს, ურტყეს, რა ვიცი, რაღაცები ესროლეს, სახეზე სათვალე მიაფშნეს და მერე მოდის გახარია. ანუ, ეს არ არის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ვინ იყვნენ, რა ხალხი იყო, რა განწყობით იყვნენ, მანამდე რა მოხდა, ეს არ არის ბმაში, ანუ ძალიან მარტივი ამბავია, რომ ეს არის ბმაში და მინიმუმ ჩემთვის რაღაცა მანიშნებელი არის, რომ რა განწყობით შეიძლება შეხვედროდა ეს ხალხი გიორგი გახარიას და რაღაცა ვარაუდების საფუძველს მიჩენს, რომ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო, ანუ მაპროვოცირებელი რა შეიძლება გამხდარიყო. აქ ხომ მხოლოდ საუბარი იმაზე არ არის, რომ რაღაცა ფიზიკურ შეხებამდე როგორ მივედით, ხო? ჯერ საკითხავია და გასარკვევია მართლა პირველი შეხება როგორ მოხდა, მაგრამ ეს ინციდენტი როგორ დაიწყო, კონტექსტი რა იყო, წინაპირობები რა იყო, აგერ ეს კაცი ესეთ რაღაცას ყვება, რომ მანამდე ესეთი და ესეთი ამბავი ხდებოდა. ეს არ არის მნიშვნელოვანი, რა ვიცი. ჩემთვის მნიშვნელოვანია და ჩემთვის საინტერესოა მთელი ეს ჯაჭვი და საინტერესოა მთლიანი სურათის ნახვა. და რატომღაც მე ვერ მივიღებ ახლა რაღაც ფრაგმენტულად მოყოლილ მტკიცებით ფორმაში მოყოლილ აი ასეთ ამბავს, რომელსაც საზოგადოებაზე უდიდესი გავლენა აქვს, მათ განწყობებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და შემდეგ ქცევასაც ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, ხო? აი ამ სიუჟეტების გასვლის შემდეგ უკვე ცოტა ხანში წამოგვეწია ირაკლი კობახიძეც და კობახიძემ გააკეთა ესეთი განცხადება, რომელიც ჩემთვის კიდევ უფრო მეტად მძიმე იყო, ვიდრე მდინარაძის და სხვების განცხადებები. ეს უნდა მოგასმენინოთ. ვიდეოში ჩანს, რომ გიორგი გახარია ჩახასეთქვამს სამხარდის ავესაც უკვე მოხდა ეს დაპირისპირება. ნახეთ, ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება, როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით, მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება. არ ვიცი, ეს რაღაც სხვა ეტაპზე გადავიდა,
გამართლებაა პირდაპირ ძალადობის, რა ვიცი, მე ესე სხვა სახელს ვერ ვარქმევ ამას, რომ რა ვიცი, როცა ხარ ნაცი და როცა გეუბნებიან რომ შენ ჯაშუში ხარ თუ deep state-ი გმართავს, ამიტომ ვიღაცამ ცხვირი უნდა გაგიტეხოს, ანუ არ მესმის, ანუ ეს რას ნიშნავს? მართლა არ მესმის, ეს რა დამოკიდებულებაა, არაპოლიტიკური კულტურაა, ან კიდე რისკენ ბიძგი არის. და ნუ აქაც ერთი ნაწილი ეს არის რომ მან დაიწყო და მეორე ნაწილი ის არის რომ აი შენ ღირსი ხარ და შენ ეგრე უნდა მოგექცე. ანუ ამას რო გეუბნება ესეთი რანგის პოლიტიკოსი რომ ხო ღირსია და მას თმენის ვალდებულება აქვს იმიტომ რომ ნაცია და იმიტომ რომ რაღაცა ეს პოლიტიკური ბმა მთელი ამ რაღაცა ბრალდებების. ანუ ეს ამბავი ამას რო ისმეს მოქალაქე რა ვიცი ასე და არ არის დაუშვათ კეთილგანწყობილი ვიღაცის მიმართ რა და არც მის პოლიტიკას ეთანხმება ეს რისკებს არა ჩენს ანუ ვიღაცამ ხვალ რო ქუჩაში გაიაროს ხო შეიძლება რომ იმან ესე თქვა და აბა რა ღირსია უნდა ჩავქოლოთ ანუ რისკენ უბიძგებთ საზოგადოებას აი ესეთი განცხადებები აი აქ სად არის ამ პოლიტიკოსების ვიცი პასუხისმგებლობა ჩემთვის ეს არის ყველაზე მეტად საგანგაშო როდესაც აი ამ განცხადებებს ვისმენ იმის მიუხედავად ვინ ვის დაარტყა პირველმა მაგ ყველაფრის მიღმა მაგაზები მნიშვნელოვანი ის არის რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი საზოგადოებაზე აი ამ დაძაბულ სიტუაციაში აი ამ დაძაბულ გარემოში სადაც განსხვავებული რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ადამიანები რა ვიცი ოჯახებში უკვე ერთმანეთში ჩხუბობენ და კამათობენ ამ პოლიტიკური პროცესების გამო და შენ მაღალი პასუხისმგებლობის პოლიტიკოსად რომ მოგაქვს თავი ვინც არ უნდა იყო, აი ესეთ წამაქეზებელ განცხადებებს აკეთებ. და რა ხდება ქუჩაში ამ ფონზე, ხო? რა ხდება ქუჩაში? დღეს აი ამის კადრებსაც ახლა გაჩვენებთ პარალელურად, ხო? ნუ ალბათ ბევრმა ნახეთ. იყო ჩხუბი თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, აქციის მიმდინარეობის დროს ვიღაცები გამოხატავდნენ პროტესტს და შემდეგ უკვე გამოჩნდა ჯგუფი, რომელმაც მათზე ფიზიკური იერიში მიიტანა, ხო? ისროდნენ კვერცხებს, იყო გინება, იყო ცემა ტყეპა, მთელი ამბავი და რა ვიცი, უამრავი ადამიანი ესწრებოდა ამ ყველაფერს და უამრავი ადამიანი აღმოჩნდა რისკის ქვეშ. იქ იყო ხალხი ბიტებით, ჯოხებით, რა ვიცი, ასე შემდეგ. კატასტროფა ხდებოდა. ნუ აი ეს კადრებიც გვაქვს ახლა საშუალება პარალელურად ნახოთ და ისედაც შეგიძლიათ ნახოთ და რა შეფასება მოყვა ამ ამბავს. ერთის მხრივ თქვენს რომ ესენი არიან ტიტუშკები და იგივე მანერით ცდილობს პოლიტიკურ ანგარიშწორებას ქართული ოცნება იმ ფონზე რომ საზოგადოება ქუჩაშია და პროტესტს გამოხატავს და ეს არის დაშინების პოლიტიკა და თავდასხმების სერიის გაგრძელება რაც მანამდე ნახეთ ჟურნალისტებთან მიმართებაში თუ მოქალაქეებთან მიმართებაში რეაგირების გარეშე აი ეს არის საინტერესო კიდე რომ არ ვიცით ამ ხალხზე არაფერი სახეებიც უჩვენებთ მაგრამ რა მსვლელობა მოყვა ამ ამბავს ეს არ ვიცით კიდე გამოჩნდება ალბათ იმედია მაგრამ ნახეთ აი ამ შეფასებების პარალელურად ოპოზიციურ ფლანგზე კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ფლანგზე ხო აქეთ ნუ ესეთი შეფასებები და მთელი ამდენი კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა რაც აბსოლუტურად გასაგებია და ბუნებრივია რა პასუხს ვისმენთ ქართული ოცნებისგან მამუკა მდინარაძე აი ასე გამოეხმაურა ამ ამბავს როდესაც რაღაცა შხუბები მოხდა ერთორგან დოლიძის ქუჩაში თუ ასე ხილიანის ქუჩაში სადღაც საბუთაო ტერიტორიაზე დაპირისპირება ტიტუშკას ეძახიან ეხლა მილიონ 100,000 კაცი ტიტუშკას არ დაუძახებენ ძალიან კაციზავენ მაგრამ მეორე რა არის თავარი ტიტუშკები ხალხში შეერივნენ და მანდრებიდან კვერცხებს ეცვლიან წარმოიდგინეთ ხალხს რეალურად იმხელა აგრესია მათ მიმართ რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ეცვლის ამ ხალხს რომლებიც ასეთ სამწუხაროდ სხვა ქვეყნები და სხვა ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართული. დიდი მადლობა. ანუ ამ კაცს ერთი სიტყვით არ უთქვამს ამ განცხადებაში, არც ერთი სიტყვა არ უხსენებია, რომ
რა ცუდი ფაქტი მოხდა. არც ერთი სიტყვით არ უთქვამს, აუ რაღაცა იქ დოლიძის და ხილიანის კუთხეში ვიღაცა 1-2 ჩხუბი მომხდარა. რა 1-2 ჩხუბი მომხდარა? ხალხი ერთმანეთს დაძდევდა ბიტებით. და მასობრივი ინციდენტი ვნახეთ, ხო? და ამ დროს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი გამოდიხარ და იძახი რომ აი ნუ ახლა ყველას ტიტუშკას დაუძახებენ, ანუ რისკენ უბიძგებთ ამ ადამიანებს ან რა ვიცი რა პასუხისმგებლობით უბიძგებთ, ან იმას რომ ამბობთ რომ რაღაცეები 2012 წლამდე რა ხდებოდა. მე მაგალითად მახსოვს რეებიც ხდებოდა და მაშინ როდესაც ეს ხალხი ოპოზიციაში იყო, მათ ჰქონდათ იგივე პრეტენზიები და მე იმ დროს უკვე ჟურნალისტი ვიყავი და მართლა ხდებოდა ესეთი რაღაცები, საარჩევნო უბნებთან ჩხუბები და ვინმე პოლიტიკოსი რომელიმე სოფელში ჩავიდოდა და ნუ იგივე კორცხელის მაგალითი ვახსენე, ხო? მაშინ რომ ეს ყველაფერი მიუღებელი იყო და პოლიტიკოსებს რომ აკრიტიკებდა ეს ხალხი რომ ისინი უბიძგებენ ადამიანებს, აკეზებენ და მე ისინი ჩვენ ქვებს გვესვრიანო და მაშინ რომ მიუღებელი იყო. ეს რას ნიშნავს, როდესაც ხალხი ქუჩაში მეორე ადამიანს თავს ესხმის და ამაზე მინიმუმ იმ შეფასებას არ აკეთებ, რომ არა ხალხო, ესე არ შეიძლება. ანუ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ჩემთვის ასე იქცევა, რომ მოდი რა, ნუ ჩვენ პოლიტიკოსები გავერკვევით რაღაც სიტუაციაში ერთმანეთს რაღაცნაირად გავაკრიტიკებთ კიდეც, მაგრამ ხალხო როგორ შეიძლება ქუჩაში ვინმეს ქვებით და ჯოხებით გავეკიდოთ, ხო? ან მოწოდება რომ მოდი რა, სასწრაფოდ გამოვიძიოთ რომ ეს რაღაცა და მერე დგანან და ერთმანეთს აბრალებენ რომ არა შენ ცდილობ საზოგადოების რაღაც ერთმანეთთან დაპირისპირებას, არა შენ ცდილობ, როგორ გავიგოთ ბატონო მამუკა, აი ეს არ ვიცი ცოტა რთული ის არის საკითხი, იცით რომ აი რაღაცნაირად ეს კეთილშობილი სახით კი საუბრობთ ხოლმე ამ თემებზე, რომ აი რაღაცა საზოგადოების მიმართ კეთილგანწყობილი ემოცია გინდათ რომ გამოუშვათ, მაგრამ ეს როგორ არის, არ ვიცი, ცოტა დაგმეთი ესეთი რაღაცები, ეს ერთი და მეორე აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნუ აღშფოთებული ხალხი ქვეტექსტი ხო ეს იყო რა ეს აღშფოთებული ხალხი იმდენად ყელში ამოვიდათ ეს ვიღაცა ნაცები და რადიკალები რომ აი ნუ აი რა გაახურეს საქმე და წავიდნენ და კვერცხები ესროლეს აივნებიდან. ეხლა ვნახოთ რა სყვება ამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ეს იქნება ბოლო ნაწილი და პრინციპში შევაჯამებ. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად ვაპროტესტებდით, უბრალოდ საშტონებით უშტვენდით და მორჩა არანაირი შეძახილები მშვიდად ვიდექით ჩვენთვის. რაღაც ბირჟამ დაიწყო მობილიზება, სახურავიდან დაიწყეს კვერცხების სროლა და ეს მობილიზებული ბირჟა გამრავლდა ნელ-ნელა, რაღაც პრადომ ჩამოიარა, ვიღაც კაცი გვაგინებდა, გოგოები ვიდექით და გოგოებს გვაგინა და ჩაიარა და ამასობაში ის ბირჟაც გამოვარდა და დაგვიწყო აქ შეკრებილ ადამიანებს ბიტის წყმა და მუშტი ყრივი ვირთხეს მუშტების სიხლებით, ბიტებით და მერე გაიქცნენ. ჩემი აზრით არ იყვნენ ფხიზლები, იმიტომ რომ ბანცალებდა რამდენიმე და სახეზე ფერი არედო და არ ვიცი, რითი იყვნენ არაფხიზლები, მაგრამ აშკარად არაფხიზლები იყვნენ. მოკლედ გვირთხეს და წავიდნენ. თუ გამოიძახეთ ამ პოლიცია, ან ჩვენ ვიცით, ნებისმიერ საპროტესტო აქციაზე, რომ ერთი ეკიპაჟი, ორი საპატრულო პოლიციის ყოველთვის დგას ხოლმე იქ მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ მიმართეთ და თუ მოვიდა პოლიცია ადგილზე. პოლიცია ადგილზე არ იყო, იმიტომ რომ უბრალოდ ერთი ქუჩის, ერთი კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი ჩამოვედით, ალბათ ვერც იქნებოდა მობილიზებული. მაგრამ აი რომ გვირთხეს და რომ გამოვარდნენ და ატყდა ეს ამბავი, მე ვიღაცამ დარეკა და მე მოვიდა პატრი და რაღაც ისეთი საფრთხე ინფორმაცია გამოგვართვა, ვინ ვართ და რატო ვიყავით აქ და გვიწყა რომ მეტი კომპეტენცია არ აქვს და უნდა გადასცეს საგამოძიებო სამსახურს ეს საქმე და ისინი გააგრძელებენ ამ საქმის გამოძიებას. ხო, ნუ აი, ესე პოლიცია მივიდა და რაღაცა პროცედურა ზრდილობის გამო, ნუ ეს შედგა, რომ აი ესეთი და ესეთი ინციდენტი მოხდა და გითხრესო ვინ ვიყავით და რატო ვიყავით აქ. აი აქ ისევ მინდა რომ მამუკა მდინარაძეს დაუბრუნდე, რომელიც ამბობდა რომ ვიღაცა რადიკალების აი ესეთი
ქცევა ვინმეს ყელში ამოუვიდა და როგორ აღშფოთებულებმა აივნიდან კვერცხი ისროლეს თუ რაღაცა ჩხუბი მოხდა. აღმოჩნდა, რომ აქ იყო რაღაცა ალბათ ამ ქუჩაზე განთავსებული ერთ-ერთი რომელიმე ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელი, ანუ პარტიის წევრები, ჯერ ერთი პარტიის წევრები რომ ყოფილიყვნენ რომელიმე პარტიის ან რომელიმე რაღაცა ორგანიზაციის აქტივისტები, ამ შემთხვევაში რატომ ამართლებთ ეგ ერთი. მაგრამ ამას თავი დავანებოთ რა, ანუ ხალხი ამბობს, რომ ჩვენ უბრალოდ შევუერთდით გაფიცვის აქციას და სამსახურიდან გამოვედით გარეთ. და აი ამ სამსახურიდან გამოსულ თქვენივე თანამოქალაქეებს ბატონებო თავს დაესხნენ ჩვენთვის დაუდგენელი პირები და ეს უკვე რაღაცა ტენდენციად იქცა ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, ხო? რა ვიცი, აბა რა გითხრათ? სახიფათო თამაში არის. და ალბათ მეტი პასუხისმგებლობის აღება აჯობებდა პოლიტიკოსების ადგილას ყველა მხარეს. არ შეიძლება ესეთი თამაშები და არავინ არ იცის კონკრეტული ინციდენტების დროს რა მოხდება და ჩვენი ვნახეთ კადრები, სადაც ადამიანები ერთმანეთზე როგორ იწევდნენ, ხო? და მე კიდე იქ ხმები ისმოდა, როგორ ემუქრებოდნენ ერთმანეთს, მკვდარი ხარ, მოკლავ, ამას გიზავ, იმას გიზავ. ნუ ეხლა ჩხუბში გასაგებია ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე და გინებაც, მაგრამ კაცმა არ იცის რა შემთხვევაში, რა პროცესი სადამდე მივა. და ეს არის გასათვალისწინებელი ჩემი აზრით. და საბოლოო ჯამში ცოტა დიდ სურათში ყველამ თავისი პასუხისმგებლობიდან ალბათ უნდა შეხედოს ამა თუ იმ ინციდენტს, როგორ გააშუქებთ, რა კუთხით აჩვენებთ, სრულყოფილად აჩვენებთ თუ არა, ვის როგორ წააქეზებთ თქვენი პოლიტიკური განცხადებებით, რა შედეგები შეიძლება მოყვეს თქვენ თითოეულ სიტყვას და ქცევას. აი ეს იქნებოდა უკეთესი, რომ ყველას თავის კომპეტენციის ფარგლებში ეფიქრა, იქნება ეს პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, პოლიციელი, მოქალაქე, აქციის მონაწილე თუ სხვა. სულ ეს იყო ამით დაგემშვიდობებით, მე მგონი ბევრი გამოგვივიდა, მაგრამ ძალიან საინტერესო ამბავია და ძალიან საგულისხმოა ამ რეალობაში მსგავსი დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა ჩემი აზრით და სულ ეს იყო ამის გაზიარება მინდოდა. ძალიან დიდი მადლობა რომ თვალს გვადევნებთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და გავაგრძელოთ განხილვები, მიმოხილვები, დისკუსია და შემოვიკრიბოთ საზოგადოება უფრო მეტი. მადლობა ნახვამდის.